არ დამოიცდება როგორ მამაჩემა ჯარში რომ წასულიყო თავის კაბინეტში დამიძახა აი ხო რომ სტამბა რესტორანია იქ სტამბა იყო მართლა ხო და იქ მუშაობდა მამაჩემი რამის დირექტორად და დამიძახა თავის კაბინეტში და მითხრა რომ რაღაცა უნდა გთხოვო და შემისრულო თუ შეიძლება კი მეთქი მამა შეგისრულებ აბა რა უნდა გთხოვო 9 წლის ბავშვი ვარ აი მე ხვალე მივდივარ მითხრა და ალბათ დაუბრუნდებიო და ძალიან გეხვეწებიო შენ ზრდას დაიწყებ და ვიღაცა პაპიროს შემოგაჩიჩებს არ მოკიდო ხელი ამასო რა არ მოკიდებ მეთქი მამა ხელს არ ავიღებ ძალიან ჯერა შენიო რატო არ მითხრა რომ უმცროს დას მოუვარე დედას მოუვარე ეს კი არ მითხრა სიგარეტს მაშინ სიგარეტი არ იყო პაპიროსი ხელში არ აიღო ხო წავიდა მამაჩემი მაგრამ მე მერვე კლასშიაც ვიყავი მე-7 გავიარე მე-8 გავიარე მე-11 გავიარე პირველ კურსის სტუდენტი გავხდი სამხედრო შეკრებებზე წამიყვანეს მამამ მითხრა და აი ამ ბოლში სიგარეტი არ ავიღე ხელში ეხლა ბავში ხო ყოველთვის ახლოს არ ახრო გაზარდო არა ყოველთვის ვერ იქნები აი ხა იქ არის და იქ რა ხდება არ იცი მაგრამ ბავშვს დაცვა უნდა როგორ დავიცვა მე მამამ ჩემი შვილი იქ სადაც მე არა ვარ და ცუდი ხდება რა გავაკეთო ამისათვის ხო მე კარგი უთხარი მაგრამ იქ ცუდი უჩვენეს მე უთხარი არ მოწიო მეთქი მაგრამ იქ მოწიეს და უთხარ კაცი არა ხარ თუ მამამ თავისი სიყვარული გიჩვენა არა აი მეგობრული სიყვარული ხო მაშინ მამის სიტყვა შენი ფარია რატომ არ მოვკიდე ხელი ამ სიგარეტს მამამ მითხრა მამა იმდენად მიყვარდა რომ ფარი გახდა ჩემი თუ გინდა შვილები დაიცვათ არა როცა იქ არ ახართ ესე იგი ის უნდა შეუძრებ ბავშვს სულში რომ როსთხოვ შვილო ძალიან გთხოვ ეს არ გააკეთო რა ანდა პირიქით შენი ჭრემე აი ეს გააკეთე რა ცხოვრებაში გთხოვ აი ეს თხოვნა კანონი ხდება შვილისთვის და არა ის რომ ამას თუ გააკეთებ შენ ამას გიზამ მე მგონი უფრო არ გააკეთებ არა ეს შიშით გააკეთებ შეიძლება და შიში რაღაცა პერიოდი ხო ისიც ცოტა ხანს გაულის ალბათ მე არა ხო და თუ შიშარაშვილი გაგიზარდა რა დგედა ეს შვილი ხო ჩვარი გაგიზარდია და მაშინ რაღა მამა ხარ